მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ადიგენის სოფელ ზანავის და წალკის სოფელ სამების გამგებლებს ქრთამის აღების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ინფორმაციას პროკურატურაში გვიდასტურებენ. საქმე ეხება შემთხვევას, რა დროსაც ოფიციალური ინფორმაციით ზანავის გამგებელმა თანამონაწილესთან ერთად ქრთამის სახით $10,000 აიღო, ხოლო წალკის სოფელ სამების გამგებელმა კი $1,000. ასევე უწყების ცნობით პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელიც ზანავის გამგებელს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა. პროკურატურის ცნობით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზანავის გამგებელს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო სამების გამგებელს 6-დან 9 წლამდე. ახალციხე ასპინძის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 2 დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ისინი ახალციხის კლინიკებში გადაიყვანეს. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის ვახოს ალამბერიძის თქმით, მათთან ერთი დაშავებული შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ახლა იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. მენეჯერის თქმით, გეგმავენ პაციენტის თბილისში გადაყვანას. მეორე დაშავებული კლინიკა იმედშია. გადაყვანილი კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, პაციენტს უტარდება გამოკვლევები. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. გარდაბანში ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. უწყების ინფორმაციით ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად მანქანაში მყოფი 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა. ერთი კი მძიმე მდგომარეობაში რუსთავის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება. რუსთავის ინფორმაციით დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. შსს მომხდარს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. წამალი ბავშვებს ხვალ 15 საათზე ბორჯომში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაციას დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ლიკა ლაზიშვილი ავრცელებს. უკვე წელიწადზე მეტია მშობლები სახელმწიფოსგან დაავადებული ბავშვებისთვის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას და კვლევების დაფინანსებას ითხოვენ. 24 დღეა თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ოფიციალური ინფორმაციით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი მხარდამჭერებმა გვთხოვეს, რომ ბორჯომში გამართოთ აქცია, რომ ჩვენ ვერ მოვდივართ თბილისში, ყოველთვის ვერ ჩამოვდივართ. ბავშვებს მივცეთ წამალი, რაც შეიძლება მალე, იმიტომ დროს აქვს დიდი მნიშვნელობა უკვე. ჩვენი შვილების ყოველი დღე გადამწყვეტია. საქართველოში არ შემოუტანიათ ჯერ საზღვარგარეთ იღებენ, რამოდენიმე ქვეყნის ბავშვებმა მიიღეს უკვე ეს წამლები. მათ შორის არის ერთი ქართველი ბავშვი, რომელიც მიიღო და დადის კი არა დარბის. და ამიტომ ჩვენი იმედი გაგვიჩნდა და გვინდა რომ ჩვენ შვილებმაც მიიღონ, გაუხანძლიოთ სიცოცხლე, რაც შეიძლება მალე. კვედრო აღარ იცის. და ჩემი შვილი 17 წლის არის და მინდა რომ დროულად მოვიდეს ეს წამალი და მიიღოს ჩემ შვილმაც და სხვა ბავშვებმაც, ვინც ვიბრძვით ამ აქციაზე. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ერთი მათგანი სამცხე-ჯავახეთიდანაა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულები არიან როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულების სახლის ჩხრეკისას გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ეხლა კი გთავაზობთ სიუჟეტს წალკიდან, სადაც ჩვენი კორესპონდენტი ლამუნა ირემაშვილი მერძევეებს ესაუბრა და მათ გამოწვევებზე მოგიყვებათ. წალკაში რძის პროდუქტები გაზაფხულის დადგომისთანავე იაფდება.
რძის ფასის კლებას თან მოსახლეობის უკმაყოფილება ახლავს. თუმცა წალკელი გლეხების მოთხოვნის მიუხედავად, ფასი თვიდან თვემდე იკლებს. მოსახლეობა ამბობს, რომ რძის რეალიზაციისგან მიღებული თანხა საყოფაცხოვრებო ხარჯებს ვერ ფარავს. უმეტეს შემთხვევაში მერძევეობა წალკელი ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. ამ თემაზე ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს. მოსახლეობა მაშინაც წუხდა და გამოხატავდა უკმაყოფილებას რძის ჩასაბარებელ დაბალ ფასზე, რადგან ძროხის მოვლა პატრონობა დიდ შრომას და ხარჯებს მოითხოვს. რეალიზაციისგან მიღებული თანხა დაბალია და რძის წარმოება აზრს კარგავს. რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს რძის მიმღებ მსხვილ კომპანიებს. გვაინტერესებს, როგორ ხდება ნედლი რძის ჩასაბარებელი ფასის დადგენა და ხომ არ იგეგმება ფასის დასტაბილურება. გაგვიეფეს რძე. ცხოვრებაც გაძვირდა, ყველაფერი გაძვირებულია, ჩვენია იაფი ყველაფერი. ლიტრა რძე ლარი 40. ლარი 40-ია განხდარი და რა ვიცი, არ ღირს ძროხის შენახვა, თივა გაძვირებულია. სათიბი ბევრი არ გვაქვს, იქირაო არ ღირს ქირაობა. თივა იყიდო და ძვირი ჯდება და რა ვიცი, ძროხის შენახვასაც აზრი აღარ აქვს ბევრს. სხვა გზა არ მაქვს და მაგის გამო ვაბარებთ რძეს. იაფად ვაბარებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენი შემოსავალი ძროხებია და ამიტომ გასჭირდა სოფელში ცხოვრებაც, რა ვიცი, ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე, კარტოფილზე და ძროხების შემოსავალზე. ხო და ასე რომ გაძვირდა ყველაფერი, ჩვენი იაფია და მაღაზიაში შეხვალ ყველაფერი ძვირია. წყალი უბრალოდ წყალი ლარი 80 თეთრია მე მგონი და ჩვენი რძე ნატურალური რძე ლარი 30, ლარი 40. დენიც რა თქმა უნდა, დენიც გაძვირდა, საწვავი გაძვირდა. რა ვიცი, ყველაფერი ძვირია. მოსახლეობა ფიქრობს, მაგრამ როგორ არის იცი? გამოუვალ მდგომარეობაში მოსახლეობა არის, რომ ბანკის ვალები აქვს და გინდა უნდა ჩააბაროს საწაიღოს და ამის გულისთვის აბარებს, რომ ეს არ ქონდეს ეს ბანკის ვალი, არ ჩააბარებს არ. რძეს ვალი და სახარბიელო ფასები და ლიტრობაც არ გვაქვს, რომ ვთქვათ, აი ეს გამოსაყენებლად ან რამეში გამოვიყენეთ და გვარგო, ან სხვა პირობებში, არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტად, არის დაახლოებით თვეში 100-150 ლიტრა. ყავს, რა ვიცი, 3 ძროხა, მაგრამ არაფერში არ ვყოფნის ეს 3 ძროხა. რა ვიცი, ვართ ისე ვცხოვრობთ გაჭირვებულად. არ არის სხვა გამოსავალი არანაირი. ყოფნის თუ არ ყოფნის ვცხოვრობთ ასე. გაჭირვებულად, ერთი სიტყვით არ გვაქვს. შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. მიწები არ გვაქვს. საძოვრები ყველაზე მეტად გვიჭირს საძოვრებიდან. რძეს რომ ჩავაბარებთ ოჯახში რაც გვესაჭიროება, ხო გვინდა შაქარი, ზეთი თუ ყავა გვინდა თუ რამე გვინდა, უყიდულობთ რძიდან. მაგრამ მაინც ეს რძე არაფერში არ ყოფნის, მაგრამ რა უნდა ძალით ვიყოფინებთ და აი ასე ვართ. ყველს ხანდახან თუ სახში დაგვჭირდა, მაშინ ვაკეთებ თუ არა და მასაც ყველისთვის რძეც გვებრალება რომ ფული გამოვართვათ და გადასახადია თუ რაც ხარ არის, ამაში გამოვიყენოთ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ძროხები და რძე. ირუტყვის მეტი არაფერი არა. 4 ლიტრა, 5 ლიტრა მაქვს ეხლა. დილით და ან საღამოთი მთლიანი არის 8-9 ლიტრა. 3 ძროხის არა უნდა, უკან პატარა ბოები მყავს, იმათაც ხომ ჭამა უნდათ. ნახევარი რძე ბოებს უნდათ. ნახევარი რძე არაფერში არ ვყოფნის, რა ვიცი, ვართ ასე. ძროხები გვყავს, მეურნეობას ვეწევით, მეცხოველეობით ვართ დაკავებული, მაგრამ რეალურად ეს საქმიანობა იმ ფასად საერთოდ აღარ ღირს, რაც დღეს რძეს აქვს. ახლა 1 ლიტრი რძე ლარი და 40 თეთრი ღირს. წყალზე იაფია, ეს უკვე დაცინვას გავს. ზამთარში რძე დაახლოებით ლარი და 40-43 თეთრი ღირდა. ახლა კიდევ უფრო გაიაფთა. ხალხს ეს ფასი საერთოდ არ აწყობს. ძალიან ცუდაა. ყველაფერი გაძვირდა. თივაც, საკვებიც, მოვლაც. ზოგჯერ თივა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თავად რძე. წყალს რომ ვყიდულობთ, ლიტრი თითქმის 1.5-ჯერ ძვირი გამოდის, ვიდრე რძე. ასეთი ფასით მუშაობა ხალხისთვის მისაღები აღარ არის.
წალკის სოფლებში რძეს ადგილობრივები იბარებენ, შემდეგ კი მსხვილ კომპანიას აბარებენ. ისინი ამბობენ, რომ ფასს ისინი არ განსაზღვრავენ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.